ორწლიანი დაღმავალი დინამიკის შემდეგ ევროპის სტარტაპ ეკოსისტემამ 2024 წელს აღდგენის ტემპი აკრიფა. გასული წლის შუა პერიოდში კონტინენტმა 8 ახალი იუნიკორნი მიითვალა და ამ მაჩვენებლით 2023 წელს დაფიქსირებული შედეგი გაუმჯობესდა. საერთო ჯამში გლობალურად რეგისტრირებული იუნიკორნების ჯამური ოდენობიდან 14% სწორედ ევროპას მიეკუთვნება. კონტინენტზე ცალსახა ლიდერი დიდი ბრიტანეთია 30 იუნიკორნის ოდენობით, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია მოსდევს. სექტორულ დონეზე რომ ვიმსჯელოთ, ცალსახა ევროპის იუნიკორნების ძირითადი ნაწილი ფინტექისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპექტრს აერთიანებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუნიკორნების ახალი კოჰორტა ინდუსტრიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, გენერაციული AI-დან დაწყებული, მდგრადი ენერგიით დასრულებული. მათგან ერთ-ერთი 2017 წელს ნიდერლანდებში დაფუძნებული Data Sniper-ია, ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე პლატფორმა, რომელიც აუდიტის პროფესიის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს ემსახურება. პლატფორმა ათავსებს ავტომატიზაციას პირდაპირ Excel-ში, რაც ხელით სამუშაოს სრულად გამორიცხავს. ეს კი საშუალებას აძლევს აუდიტორებს ამოიღონ რიცხვები ნებისმიერი ფაილიდან, როგორიცაა ინვოისი, ბანკის ამონაწერი თუ სხვა სახის დოკუმენტი. ამასთან, Data Sniper ეხმარება აუდიტორებს უფრო სწრაფად და ჭკვიანურად იმუშაონ ხელოვნური ინტელექტით. გასულ წელს კომპანია $1 მილიარდ შეფასდა, ამავე დროს B-სერიის დაფინანსების რაუნდში $100 მილიონი მიიღო, რაც მის ახალ ვერტიკალებში გაფართოებას უზრუნველყოფს. იუნიკორნების რიგს გასულ წელს ფრანგული კომპანია Pennyline შეუერთდა. 2020 წელს სტარტაპებისთვის შექმნილი პლატფორმა ბუღალტრების ხელოვნურ ინტელექტთან მაქსიმალურ ინტეგრაციას და ამ მხრივ მათი პროდუქტიულობის ზრდას მოიაზრებს. იუნიკორნი ირწმუნება, რომ ბუღალტრულ კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ დროის საშუალოდ 15%, თითოეულ შემთხვევაზე ავტომატური პროცესების გამოყენებით, მონაცემთა ანალიზიდან საგადასახადო დეკლარაციამდე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს C-სერიის დაფინანსების რაუნდში ფრანგულმა ფინტექმა €40 მილიონი მიიღო. მიღებულ კონტრიბუციას, როგორც ცნობილია, Pennyline პლატფორმაზე ახალი ფუნქციების დამატებისკენ მიმართავს. 2024 წელს სტარტაპიდან იუნიკორნი გახდა Quantumits. 2021 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, რომელიც აუდიო AI პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს მისიით, რომ კონტენტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერ ენაზე და ნებისმიერ ხმაზე. მას შეუძლია ტექსტი გადააქციოს მეტყველებად, სინთეზური ხმების, კლონირებული ხმების ან სრულიად ახალი ხელოვნური ხმების გამოყენებით, რომლებიც მიბაწავს სხვადასხვა სქესის, ასაკისა და ეროვნების ადამიანების ხმას. 2024 წლის იანვარში სტარტაპმა $80 მილიონი მიიღო B-სერიის დაფინანსებით, რის გამოყენებასაც, როგორც ცნობილია, კვლევების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი პროდუქტების შემუშავებისთვის აპირებს. $1 მილიარდ შეფასებას და შესაბამისად იუნიკორნობას გასულ წელს ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანია Newsmatch მიაღწია. ეს არის cloud პლატფორმა, რომელიც სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში პროცესების ავტომატიზაციის გზით ყველა ოპერაციის გამარტივებას მოიაზრებს, მომსახურებიდან დაწყებული შემოსავლის მენეჯმენტით დასრულებული. მაგალითად, მისი AI ხელსაწყოების გამოყენებით არაერთმა სასტუმრომ ჯავშნებისთვის გაწერილი დრო მესამედით შეამცირა. სულ რამდენიმე თვის წინ იუნიკორნმა $100 მილიონი დაფინანსება მიიღო Visa Credit Partners-ისგან, რომელსაც პროგრამების გაუმჯობესებაზე დახარჯავს. ახალწეული იუნიკორნების სიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ პიგმენტიც. ფრანგული პლატფორმა ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და მისი ძირითადი ორიენტირი კომპანიებისთვის ცენტრალიზებული ბიზნეს დაგეგმვის გარეშე პრობლემების მარტივად გადაჭრა. გონივრული სტრატეგიული გეგმების შექმნა ადაპტირებისთვის ის ორგანიზაციებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. გასული წლის გაზაფხულზე იუნიკორნმა $145 მილიონი მიიღო D-სერიის დაფინანსების რაუნდში. კაპიტალი კომპანიის წარმომადგენლების თქმით სრულად და ბოლომდე ინოვაციების განვითარებას მოხმარდება.